საქართველო ესაა ქვეყანა, რომელიც კაცობრიობის სულიერ და კულტურულ საწყისებს აღბეჭდავს. პატარაა, მაგრამ უდიდესი არსით მთელ მსოფლიოში ანათებს. ჩვენი მიწა, თითოეული კუნძული, თითოეული ქუჩა, თითოეული მთა, ყველა მათგანი ჩვენი ისტორიის და ტრადიციების ერთობლიობაა. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც გადაარჩინა საკუთარი სახე და იდენტობა საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა. საქართველოს კულტურას მსოფლიოს უამრავი ქვეყანა ეთაყვანება, თუმცა რატომღაც ზოგიერთ ქართველს მაინც ყოფნის გამბედაობა თქواس, რომ რცხვენია საკუთარი ქვეყნის. დღევანდელი ვიდეოც ძირითადად სწორედ მათთვისაა. მე მოგიყვებით, რატომ უნდა იამაყოთ ჩვენი საოცარი სამშობლოთი და ზოგადად ქართველობით. აუცილებლად უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე, რადგან გპირდები, ვიდეოს ბოლოს სულ ოდნავ მეტი მაინც გეცოდინება შენს ქვეყანაზე, ვიდრე იცოდე. ალბათ ერთი-ორჯერ მაინც გსმენიათ, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაო. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. გავიხსენოთ იოანე ზოსიმეს დიდებულის სიტყვები. ჰიმნოგრაფი გვამცნობს, რომ მეორად მოსვლის ჟამს ქართული ენით განისჯება სამყარო. ხოდა რახან ენაზე ჩამოვარდა საქმე, გეტყვი რომ თუ შენ საუბრობ ან წერ ბარბარიზმებით და მოგწონს ნახევრად ქართულად, ნახევრად ინგლისურად ან რუსულად საუბარი, იცოდე რომ მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია, რომელსაც დამწერლობა გააჩნია. ის აღიარებულია მსოფლიოში და ღირსეულად ჩადის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში თავისი უნიკალურობით. მისი მნიშვნელობა არა მხოლოდ კომუნიკაციის ფორმას, არამედ ეროვნული თვითშექმნებისა და იდენტობის სიმბოლოსაც წარმოადგენს. ქართული ენა სხვა ენობრივ ჯგუფებთან არ არის კავშირში, წარმოადგენს დამოუკიდებელ ერნობრივ სისტემას. საქართველოს დიალექტები, მათ შორის მეგრული, სვანური და ლაზური, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კულტურული გამორჩეულობის თვალსაზრისით. თითოეული დიალექტი მოიცავს თავის თავს როგორც ლიტერატურულად, ისე ხალხური კულტურის თვალსაზრისით. დროთა მანძილზე ტრანსფორმაციის შედეგად ქართული დამწერლობის სამი გრაფიკული სახეობა შეიქმნა: ასომთავრული, ანუ მრგლოვანი, ნუსხური და მხედრული. თუ შენ გიყვარს ალკოჰოლი, უნდა იცოდე, რომ ღვინო არის ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც უდიდესი სულიერი კულტურული და ისტორიული საგანძურია. მოგეხსენებათ, ღვინის სამშობლო სწორედ საქართველოა. ქართული ღვინის წარმოების მეთოდები და კულტურა აღიარებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ. მაგალითად, იუნესკომ ქართული ღვინის წარმოების ტრადიცია აღიარა როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა. იცოდით, რომ ღვინო ადამიანსა და ღმერთს შორის გადებული ხიდია? საქართველო ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ვაზის კულტურას და ღვინოს, არა მხოლოდ როგორც სასმელს, არამედ როგორც სულიერ სიმბოლოს, რიტუალურ და კულტურულ ელემენტს. ამასთან ღვინო საქართველოში ყოველთვის მეტია, ვიდრე უბრალოდ ალკოჰოლური სასმელი. ისტორიის და კულტურის გარდა, მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ რიტუალებთან და სარწმუნოებასთან, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სულიერ და სოციალურ ცხოვრებაში. საქართველოს ქრისტიანული რწმენის ჩამოყალიბება წმინდა ნინოს მიერ, რომელიც ქართული ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სულიერი ფიგურაა, ასევე ღვინოსთან და ვაზთან დაკავშირებულ ღირებულებებს ასახავს. წმინდა ნინო, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა გავრცელა, მოიტანა არა მხოლოდ სულიერი სიმშვიდე და რწმენა, არამედ ის იდეა, რომ ღვინო და ვაზი, მათ შორის ღვინის ზიარება, იყო უშუალო კავშირი ღმერთთან. ღვინის ზიარება, როგორც ქრისტიანული რიტუალი, უშუალოდ დაკავშირებულია ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებასთან. ამასთან საქართველოში ღვინო ითვლება სულიერ და წმინდა ელემენტად, რომელიც პიროვნული განწმენდისა და ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, ღვინო ნამდვილად წარმოადგენს ხიდს ადამიანსა და ღმერთს შორის. კარგ ღვინოს კარგი სიმღერაც უხდება. სანამ შენ ფიქრობ, რომ ქართული სიმღერის მოსმენა ტეხავს, იცოდე, რომ მსოფლიო გიждდება მის ჰარმონიულ ჟღერადობაზე. თუ შენ გიყვარს მუსიკა, მაგრამ არა ქართული, იცოდე, რომ სწორედ ქართული მუსიკა და ფოლკლორი მთელ მსოფლიოში აღიარებული და დაფასებულია თავისი უნიკალური მახასიათებლებით, როგორიცაა პოლიფონია, რთული რიტმები და ტრადიციული ინსტრუმენტები. პოლიფონია ქართული ღვინის მსგავსად იუნესკოს მიერ აღიარებული კულტურული მემკვიდრეობაა. მათი გავლენა მსოფლიო მუსიკის სცენაზე არ შემოიფარგლება მხოლოდ ისტორიულ და ხალხურ კონტექსტში, არამედ დღესდღეობითაც განაგრძობს განვითარებას. ქართული მუსიკა და ფოლკლორი მთელ მსოფლიოში სარგებლობს აღიარებით და პოპულარობით, რაც კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს მის მნიშვნელობას მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში. ცოტა მოვწრუპეთ, ვიმღერეთ. ახლა ალბათ მადაც გაგეხსნებოდათ. ხოდა თუ შენ გიყვარს გემრიელი საკვები, უნდა იცოდე, რომ ქართული სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია და ქვეყნის თითოეული კუთხე საკუთარი კონკრეტული კერძით გამოირჩევა.
საუკუნეების მანძილზე შემონახული კერძების არჩევანი, მათი მომზადება და სუფრაზე მირთმევა დაკავშირებულია არა მხოლოდ მკაცრ ტრადიციებთან, არამედ ქართული კულტურის ღირებულებებთან. ქართული სუფრა საყოველთაოდ ცნობილია როგორც უდიდესი სტუმართმოყვარეობის სიმბოლო. სამზარეულო თავისი მრავალფეროვნებითა და ღრმა ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მკაფიოდ ასახავს ქვეყნის სულიერ ცხოვრებას, ეთნოგრაფიულ და რელიგიურ ტრადიციებს. გემოვნური თვისებებით და მრავალფეროვნებით ქართული სუფრა საერთაშორისო დონეზე უაღრესად დაფასებული და აღიარებულია. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ გულგრილი ვერავინ რჩება. აბა, კარგად ნაჭამნას ვამკაც რა მოუნდება? რა თქმა უნდა, კარგი სადღე გრძელობა. აუცილებლად ლექსად უნდა შემოგთავაზოს. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ საქართველოს მწერლობაშიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ამ ღვთისგან დალოცვილ ენაზე მსოფლიო დონის საგანძურები დაწერილა და რასაკვირველია, ამის თქმაც არ უნდა გამოგვრჩეს. ქართულმა მწერლობამ თავისი უნიკალური როლით ეპიკური ნაწარმოებებისა და ლიტერატურული ტრადიციების სიმდიდრით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მსოფლიოს კულტურაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პატარა ქვეყანა ჰქვია, მისი მწერლობა განაპირობებს ქვეყნის ისტორიას, რელიგიის და ხალხის კულტურული თვითშეგნების განვითარებას. ვეფხისტყაოსანი, შოთა რუსთაველის უკვდავი ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ლიტერატურული ძეგლი არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც. ეს ეპოსი ქართული და მთელი ევრაზიის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. საქართველოში ქრისტიანობა ადრეულ პერიოდებში გავრცელდა და ქართული მწერლობა ფართოდ განვითარდა წმინდა წერილების, ეკლესიური ტექსტებისა და პოეზიის მეშვეობით. ამ ტექსტებმა განსაკუთრებით კი ქართლის ცხოვრებამ გავლენა მოახდინეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურებზე. ქართული პოეზია განსაკუთრებით შოთა რუსთაველისა და გალაკტიონის შემოქმედება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო პოეზიაში თავისი უნიკალურობით. კარგად შეჟუჟუნებულზე ახლა ცეკვის დროც მოვიდა. აბა ისე რა მოლხენაა? თუ შენ გიყვარს ცეკვა, იცოდე რომ ცეკვებს შორის ქართული თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. და იცი რატომ? ის არა მხოლოდ ფიზიკური მოძრაობების წყობაა, არამედ წარმოადგენს საქართველოს კულტურული იდენტობის, ისტორიისა და ტრადიციების ერთობლიობას. მისი მნიშვნელობა ცდება მხოლოდ მხატვრულ და კულტურულ საზღვრებს და მოიცავს სულიერ ღირებულებებს, ეროვნულ სიამაყეს და იმ ლეგენდებს, რომლებიც საქართველოს მდიდარ ისტორიას ასახავს, რაც მსოფლიოს მასშტაბით აღფრთოვანებას იწვევს. მოდით შემდეგი ჭექით დავლოცოთ ჩვენი პაწაწინა, მაგრამ საოცარი საქართველო. იცით, რამდენიც არ უნდა იაროთ, მის მსგავს ვერსად ნახავთ. ისე გიყვართ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა და მათი ისტორიულ-კულტურული ძეგლების დათვალიერება. მაშინ უნდა იცოდე, რომ საქართველოს არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. ის ისტორიული განვითარების, რელიგიის, გეოგრაფიული მდებარეობისა და კულტურული გავლენების ნამდვილი სარკეა. საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ეკლესიურ შენობათა ჯგუფი წარმოადგენს, რომლის დიდმა ნაწილმა დღესაც მტკიცე კავშირი შეინარჩუნა რელიგიურ და კულტურულ ფუნქციებთან. საქართველოს ისტორია არ შეიძლება წარმოვიდგინოთ ციხეების გარეშე, რომლებიც ქვეყნის დაცვასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდნენ. ქვეყნის რელიეფი, ხშირი შემოჭრები და სამხედრო საჭიროებები განსაზღვრავდნენ ციხეების მშენებლობას. საქართველოს არქიტექტურა ყოველთვის იყო დაკავშირებული მხატვრობასთან და მოზაიკასთან. მისი ზოგიერთი ნიმუში უნიკალური მხატვრული დეტალებითაა მდიდარი. საქართველოს მონასტრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი არის გელათი, რომლის შენობებიც ხასიათდება უმაღლესი მხატვრობითა და მოზაიკებით. საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობა ხშირად ასახავს ამიერკავკასიის მმართველობის მიერ განხორციელებულ კულტურულ გავლენებს. არქიტექტურის ამ ნიმუშებს, რომლებიც მიჩნეული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურის ნაწილად, მსოფლიო აღიარებს როგორც მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. რამდენიმე ქართული ძეგლი უკვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიცაა შეტანილი, მაგალითად გელათის მონასტერი, ვარძია, ძველი თბილისი და სხვა. ვიდეოს ბოლოს სათქმელი ერთიღა დამრჩა. მადლობა უფალს, რომ ქართველი ვარ. და მაინც, სხვა საქართველო სად არის? დღეისათვის ბოლო ჭიქით ჩემს წასვლას და თქვენს დარჩენას გაუმორჩოს. აუცილებლად დარჩით არხზე და თვალი გადაავლეთ ძველ ვიდეოებსაც. მე კი ახალი საინტერესო თემებით სულ მალე დაგიბრუნდებით.